ჩემთვის პირადად იყო შოკის მომგვრალი, როდესაც პირველად ჩავედი სტუმრის სახით ევროპის საბჭოში. და როცა იქ რეალურად ვნახე პატარა ლუქსემბურგს და ანდორას, ზუსტად ისევე ჰქონდათ ერთი ხმა, როგორც საფრანგეთს და გერმანიას. ჩვენ ძველ ტრამვებს გვიცოცხლებენ, ჩვენ ძველ ჭრილობებს გვიხსნიან იმისთვის, რომ ხელახლა მოგვაქციონ იზოლაციაში. მთელი 70 წელი რომელიც გავატარეთ საბჭოთა კავშირში, ვიცხოვრეთ ასე, რომ ვითომ თანაბარ საფუძველზე ვიყავით გაერთიანებულები სხვადასხვა რესპუბლიკები და ვითომ არ ყავდა ერთი დიდი ძმა. ერთი მარტივი საკითხია, როდესაც შენ ხდები რომელიღაცა კავშირის წევრი, შენ თმობ, მაგრამ სანაცვლოდ ისიც თმობს. და წარმოიდგინეთ, რამხელა ფუფუნება არის საქართველოსთვის და ჩვენ ასეთ უმნიშვნელოვანეს ადგილას, ამდენად მცირერიცხოვანი ერი და ჩვენ სასარგებლოდ თმობს ამხელა ევროკავშირი, ამხელა ცივილური განვითარებული სახელმწიფოთა თანამეგობრობა. ისიც თმობს ჩვენ ნაცვლად და ჩვენც თმობთ მის წინაშე და ეს არის სწორედ საფუძველი ჩვენი გაერთიანების. ჩემთვის ევროპული ღირებულებებისთვის პოპულარიზაციისთვის მუშაობა ნიშნავს იმას, რასაც ვაკეთებთ მთელი ცხოვრება დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები, ვზრუნავთ დემოკრატიაზე, ვზრუნავთ ადამიანის უფლებების დაცვას და ადამიანების ღირსეულ ცხოვრებაზე, იმიტომ რომ ევროპა ჩემთვის სხვა არაფერია, თუ არა ღირსეული ცხოვრება. ჩვენი ინსტინქტიც იყო, რომ სულ ვეზერდით მეგობრებს. ჩვენი მეგობრები ყოველთვის აქეთ გვეგულებოდა დასავლეთისგან. დაწყებული ვახტანგ გორგასლით, რომელმაც ჯერ როდის თქვა, სიყვარულს ბერძენთასთან დაუტევებთ. ბერძენი მაშინ ნიშნავდა ევროპელს, ანუ ევროპელთა სიყვარული გვიანდერდა. მე იყო გავხდი 10 წლის, როდესაც იყო 1999 წელი და შავ-თეთრ ტელევიზორში ვნახე ფრაზა, რომ მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი, რაღაცნაირად ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო მანამდე, როცა არ ვიცოდი ვინ ვიყავი და მე რაღაცნაირად, როდესაც ჩემი თავის იდენტიფიცირება დავიწყე ევროპელობასთან. მე ამას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება საქართველოს დარჩეს საქართველოს და კავშირი ევროპასთან რაიმე ფორმით მაინც შეილახოს, რაიმე ფორმით მაინც შეჩერდეს. ევროპა ოცნება არ არის. ის თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის ხელში. ჩვენი ძალისხმევის გარეშე არაფერი არ მოხდება, არანაირი ციდან ჩამოვარდნილი საჩუქრები არ მოგვეცემა. ამიტომაც იმედი ვიქონიოთ, რომ მოვძებნით ჩვენი ძალას, რომ საქართველოს დავაბრუნოთ თავის არჩეულ გზას და ეს გზა არის ევროპული გზა, გილოცავთ ევროპის გზას.